ვარ გუგა გორგოშაძე 12 წლის. სწავლობ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. დაახლოებით 7 თვეა ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მაინდა-მაინც ვესტ ჯორჯიაში იმიტომ შევედი, რომ ყველა აქებდა, როცა მივედი, მართლაც ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა. ყავს ორი მწვრთნელი, გიორგი პაღავა და კახა მასწავლებელი. უფრო მხიარულია გიორგი მასწავლებელი. კახა მასწავლებელია უფრო მომთხოვნი და სერიოზული. ისე ორივე კარგი მწვრთნელია და ყველა ბავშვს უყვარს. მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი დაცვაში და შემდეგ შევიცვალე პოზიცია. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა დაცვის დახმარება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. 7 წელს რო გავხდი, მაშინ გადავწყვიტე გამხდარიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გავასულიყავი სპაიდერმენი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ გების კაპიტანი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშობდი 7 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმოუდგენია. თამაში დავიწყებდი დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ პსჟ-ში და კარიერას დავასრულებდი რეალ მადრიდში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მეზღვაური. მე ასევე მიყვარს ხატვა და ბავშვობიდან ვხატავ. 7 წელს რო გავხდი, 2 წელი დავდიოდი ხატვის ჭრეზე. სამწუხაროდ გამოსვლა მომიწია, რადგან დრო აღარ მყოფილდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება თამაშის სწავლაში და ჯილში. ყველაზე ხშირად ვხატავ ადამიანებს, სახლებს, სუპერგმირებს. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ გოგოსფერია და მე არ მეკადრება. ჩემი აზრით ყველაზე რთული არის პორტრეტის დახატვა. ყველაზე ადვილია ხის დახატვა. ხატვაში ყველაზე მნიშვნელოვანია იდეის მოფიქრება. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 200-მდე. იმიტომ ვაგროვებ, რომ სამახსოვროდ დამრჩეს და გავიქცენო ჩემი ბავშვობა. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ ნახატები გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირებოდა 100 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, გაჭირვებულ ხალხს დავეხმარებოდი. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი მანქანას, სახლს და მაკდონალდს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებლები და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია დავით ბერიჯი. ყველაზე ჭკვიანია ლიზი კალანდაძე. ყველაზე მშვიდია ნიკა ვანაძე. ყველაზე ჩელქია ლუკა თურმანიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ზურა მახარაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, გაწონასწორებული და ნიჭიერი. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ რომ ჩემი შესაფერისი გოგო არ შემხვედრია. ჩანს რომ მოვიყვან ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და ანას. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ნათია კახაძე. იმიტომ რომ არის მეგობრული, მხიარული და იშვიათად ყვირის. სიმართლე რო თქვა, ძალიან ლამაზია და ყვირილი არ უხდება. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან ბაღი მენატრება. ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობა და ეს არის მშობლების დამსახურება. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმა, დედაჩემი, მამაჩემი, ბებია და ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია დაჩი. ის არის ჭკვიანი, ჩელქი და ნერვების მოშლილი. ნერვებს მიშლის, როდესაც ერთად ვთამაშობთ. მიწვევს საცხუბრად და ჩემზე მაგარი ფეხბურთელი გონია თავი. არადა ვერჯობლისად ყოველში ცხოვრობს. ჩემი აზრით დაჩი რო გაიზრდება, გამოვა ბოქსიორი. მამაჩემი არის ჩემსავით სიმპათიური, მხიარული და შრომის მოყვარე. დედრიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და საყვარელი. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი კარგი მშობლების შვილი ვარ. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია Stranger Things-ი. ეს ფილმი არის საშიში მონსტრზე, ვისაც მაგარი გული აქვს, ყველას ურჩევ რომ უყუროს. ძოდოსნური ძოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი რონალდოზე კარგი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერჯალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა რომ მქონდეს გონებით მართვის სუპერჯალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი. მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანი არის მისტერ ბისტი. ჩემი ოცნების საჩუქარია ნამდვილი მანქანა. 20 წლის რო გავხდები, ვიყიდი თეთრ BMW-ს. ბედნიერება არის შექების დამსახურება, დედასთან ჩახუტება, რაღაცა წარმატებულის გაკეთება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.